მარკ ენტონის მიერ განაწყენებულ ქალბატონთა სიას კიდევ ერთი შეემატა, კერძოდ კი ქლოე გრინი. 22 წლის გოგონა, რომლის ოჯახთანაც მარკს აგერ უკვე წლების ურთიერთობა და უფრო მეტიც მეგობრობა აკავშირებს. მარკისა და ახალგაზრდა ფეხსაცმლის დიზაინერის ურთიერთობის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ თებერვალში გახდა. მაშინ წყვილი პაპარაცებმა დისნეილენდში გამოიჭირეს. ისინი ენტონის ტყუპებს ემასა და მაქსს ასეირნებდნენ. მათ არც უარყვიეთ, რომ ერთად იყვნენ. 44 წლის მარკი და 22 წლის ქლოე ასაკობრივ სხვაობას არ უშინდებოდნენ. ქალიშვილის ახალი ბოიფრენდის გარემოცვაში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავად სერ ფილიპ გრინი, ტოპ-შოპის მაღაზიათა ქსელის დამფუძნებელი და ცნობილი ბიზნესმენი. ქლოემ და მარკმა ბოლო რამდენიმე უიკენდი ერთად გაატარეს. წყვილმა ჯერ გრინის მშობლებთან ერთად დაისვენა. ამ პერიოდში გადაღებულ ფოტოებში ისინი ძალიან ბედნიერები ჩანან და სახიდან ღიმილი არ შორდებათ. ამის შემდეგ მარკი და ქლოე პუერტო-რიკოში მეგობრის ქორწილში გაემართნენ. რამდენიმე დღეში გრინი ბრიტანეთში საქმიანი ვიზიტით ჩავიდა, შემდეგ კი ამერიკას ეწვია. სწორედ შეერთებულ შტატებში გაარკვია, რომ მისი ბოიფრენდი, რომელთანაც აგერ უკვე რამდენიმე თვე ჰქონდა გადარებული, მისი სულაც აღარ გახლდათ. როგორც ქლოესთან დაახლოებული პირები ყვებიან, გოგონა დეპრესიის ზღვარზეა. ის დროის ძირითად ნაწილს მეგობრების გარემოცვაში ატარებს, თუმცა ისინი ტკივილს ვერ უმსუბუქებენ. ყველაფრის მიზეზი კი სწორედ მარკია. მან გერლფრენდს სრულიად მოულოდნელად განუცხადა დაშორების შესახებ, ყოველგვარი წინაპირობის თუ ჩხუბისა და აღალმაღალის გარეშე. მარკის ანგარიშზე ამჟამად 2 ოფიციალური განქორწინებაა. მისი მეორე ცოლი ყველასათვის კარგად ნაცნობი შემსრულებელი ჯენიფერ ლოპესი გახლავთ. წყვილს ტყუპები შეეძინათ. დაშორების შემდეგ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა და ენტონი მისის კი იფიქრა ექს-ცოლს ბავშვებს ავართმევო. თუმცა ჯეილოსა და მისი ახალგაზრდა ბოიფრენდით გამოწვეულ დისკომფორტს შეეგუა და ჯენთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნა. ბოლოს კი ისა გამოუვიდა, რომ ლოპესს ახალგაზრდა საყვარლის შერჩევაში აჯობა. თუ კი კასპერ სმარტი 25 წლის გახლავთ, ქლოე სულ რაღაც 22-ის იყო.